ეხლა დღეს მშვიდობა, ხო, არის ჩვენი ქვეყნის მართველი პარტიის ფაქტობრივად ძირითადი ერთ-ერთი ლოზუნგი. თავისთავად ეს პოზიტიურია, როდესაც სახელმწიფო სამშვიდობო, მაგრამ აქ საფრთხე არის, რომ არ დაემსგავსოს ეს აი იმ წლების კომუნისტური პროპაგანდის, ასე ვთქვათ, წითელი მშვიდობის, ასე ვთქვათ, იელფერი არ მიიღოს. სიფრთხილე გუმართებს აი ამ ურთულეს სიტუაციაში, ვითარებაში, რომელშიც ახლა დღეს მსოფლიო იყოფება, ხო? ბუნებრივი არის განაპირობებს იმას, რომ ჩვენ რაღაცა ახალი მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, როგორც საშინაო პოლიტიკაში, ისე საგარეო პოლიტიკაში. ამიტომ მშვიდობის თემა პირდაპირ კავშირში არის უსაფრთხოებასთან. დღეს წესრიგიდან რატომღაც ვიღაცის მითითებებით არ ვიცი ვისი, მაგრამ ამოგდებულია ცდილობენ ამოგდონ ესე იგი ტერმინი ინკლუზიური, მაგრამ ეს არის ძალიან მდიდარი ტერმინი. ინკლუზიური დიზაინი გულისხმობს ყველას მონაწილეობას ფაქტობრივად, ყველა აზრის ყველას აქვს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს გამოთქვას თავისი აზრი. სიტყვა მეცნიერებს, ანუ პროგრამები მეცნიერული უნდა იყოს ქვეყანაში, ხოლო ძალაუფლება უნდა ჰქონდეს ხალხს. თქვენ მშვიდობაში გულისხმობთ თავისუფალი ადამიანს. იმიტომ რომ რეალურად ეხლა გამოდის რომ კორეაშიც არის მშვიდობა, ჩინეთშიც არის მშვიდობა. აი მე ჩემთვის ყოველთვის იყო ერთი განსაკუთრებული რამ, რომ მშვიდობას აქვს ფასი მაშინ, როდესაც ადამიანია თავისუფალი. თქვენ სხვა აზრი გაქვთ? ხო, იცით როგორ არის მშვიდობას ხშირად ჩვენ ასე ვთქვათ, აი ამ ტერმინში, ხო, ვდებთ რაღაცა სოციალურ გლობალურ მნიშვნელობას და ვივიწყებთ ადამიანს. ნებისმიერ კონფლიქტის ორივე თუ სამივე თუ ოთხივე თუ ხუთივე თუ რამდენიც არიან ჩართულები კონფლიქტში სუბიექტები და მხარეები, ყველას უნდა მშვიდობა. მაგრამ მშვიდობები განსხვავდება მათი აღქმა მშვიდობის. მშვიდობა, რომელიც არ არის კონფლიქტში ადამიანთან. ჩრდილოეთ კორეაში მშვიდობა არის კონფლიქტში ადამიანებთან და ადამიანი არ არის თავისუფალი. ყველაზე კარგი გამონათქვამი აქვს ფოლკნერს. ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში. თავისუფლება და პასუხისმგებლობა ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ეს პროცესი, ეს არის სხვა პროცესი და მშვიდობის, სამშვიდობო პროცესი ეს არის სხვა პროცესი. და მოვამზადოთ მშვიდობის, სამშვიდობო პროცესების მართვის სპეციალისტები. ხო, პოლიტიკური მედიაციის მიმართულება საქართველოში არ არსებობდეს. ეს ნორმალური მოვლენა არის. როდესაც ქრონიკული არის შიდა პოლიტიკური კონფლიქტი საქართველოში, ხო? რატომ არის მნიშვნელოვანი რომ მეცნიერება დავაყენოთ წინ? იმიტომ რომ მეცნიერება ხედავს იმას, რაც სჭირდება უშუალოდ განათლების სისტემას. ჩვენ სამეცნიერო კვლევით გუნდში შემუშავებული არის უნიკალური, ესე იგი, ასე ვთქვათ, მიმართულება, მეტაკოგნიტური მართვა, ესე იგი, ამ პრობლემური სიტუაციების და რთული კონფლიქტების, სამშვიდობო პროცესების და ესე იგი აი ამ ერთ-ერთი მეთოდოლოგიური აპარატი ეს არის ეგრეთ წოდებული STI-ECA, Education Culture Administration. ესე იგი მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინოვაციები მე უნდა გადადიოდეს ესე იგი განათლებაში. განათლები და გადადიოდეს კულტურაში, ილექებოდეს კულტურაში, რაც ზეგავლენას ახდენს ახალი ტიპის მართვას, ადმინისტრირებას, ხო? ეს არის სერიოზული რამ, ძალიან ბევრი რამ საქართველოში. ამ დაპირისპირების საფუძველი არის პოლიტიკური კულტურის პრაქტიკულად არ ქონა პოლიტიკოსებში. განათლების სისტემის რეფორმა იმ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს კონტურები მომავლის, იწყებს დაპირისპირებას, იწყება ესეთი რამ, მე ამას ამ დეტალს ატოვებ, მშვიდობასთანაა და ადამიანის უფლებებთანაა დაკავშირებული. გადაწყვეტილებებს იღებ და მე მეუბნები რომ გეთათბირებიო. იგი კომუნიკაციაზე ვისაუბროთ, ხო? პოლიტიკური კულტურა ახსენეთ, პოლიტიკური კომუნიკაცია. ესე იგი, რა არის ჩვენი მიზანი, რომ უშუალოდ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მეტი ვიცით მათზე, ხო? თუ ჩვენი მიზანი არის, რომ უშუალოდ ის, ვინც ახლა ფლობს მართვის სადავეებს, ხო? შეუცვალოთ მას ქმედებები. ხო? მე ვფიქრობ ესე რომ, ესე იგი, ის ადამიანი, ვინც ახლა მართავს, ძალიან რთულ ვითარებაში ყოფება. ჩვენ რო პოლიტიკოსებს ვაკრიტიკებთ, ფრთხილად უნდა ვაკრიტიკოთ, იმიტომ რომ პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, ხშირად უშვებს შეცდომებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ის თუ რა ინფორმაცია აქვს მას. და ხშირად ხდება ისე რომ, ესე იგი, პოლიტიკოს აქვს ისეთი ინფორმაცია, მე ტოპ კლასის პოლიტიკოსებს ვსაუბრობ, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია.
მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დიალოგი არის აუცილებელი. მე ვაკრიტიკებ იმას, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური კულტურის არ მქონე ადამიანებს ნიშნავენ თანამდებობაზე. პოლიტიკური კულტურა იმას ნიშნავს, რომ მას თმენისმეტი უნარი აქვს. ამოცანა რა არის? თუ თქვენ ახლა აყენებთ საკითხს და უშუალოდ რიონის ხეობის პრობლემატიკის, ასეთი პრობლემები უამრავი გქონდა. რა თქმა უნდა, კაცო, მე არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვიდა საქმეზე აი მაშინ რა არის იცი რომ ალექსანდრე არავის თეორიული ის რა ინტერესია. არა, თეორიულზე მე რა ვამბობ, იცი რომ ჩვენ როცა ამას უარყოფთ, ეს ნიშნავს რომ ეროვნული მოძრაობა დაწყებულა არასწორი გზით. დღეს ყველაფერი გაჩუმდა და მე ვამბობ რომ ვინ არის ის 1200 კაცი, რომელზეც გენერალურმა პროკურორმა თქვა რომ უშიშროების მინისტრის სახში 1200 კაცს ქონდა პაკეტი ეგზავნებოდა, იმიტომ რომ ის პაკეტი ვისაც ეგზავნებოდა დღეს არიან დამცველები. ძალიან ბევრი რამის ასაც თავიდან ებრძოდნენ. აი რიონის ხეობა ეხლა იქნება ეს ლაკმუსის ფურცელებით. მე ხომ ახსოვს რომ ერთი 200 კაცი რომ მუდმივად იქ ვიყავით და დავდიოდით აქედან იქაურები ხო სასაულ რამეებს აკეთებდნენ. ეხლა რას იზამენ ესენი? მაგრამ ბევრი ვერ მოიღებს ხმას, იმიტომ რომ გაჩუმებულია. მე როცა ვამბობ რომ ხელისუფალი არის მსახური, მე ხელისუფალმა არ მე შეიძლება შემეშალოს ტონი. მე შეიძლება შემეშალოს რაღაც, მაგრამ ხელისუფალი არ უნდა დამელაპარაკოს მე იმ ტონით რომ მე ვიცი ეხლა და მე როგორც მინდა გაკეთება ისე. მე ვსვავ ასეთ კითხვას თქვენთან. ესე იგი შეგვიძლია რომ ჩვენ დავიწყოთ აი კონკრეტულად მაგ кейსით, მაგ მაგალითით დავიწყოთ ესე იგი და აი ეკონომიკის სამინისტროსთან დავიწყოთ კომუნიკაციის რეკონსტრუქცია. ისი მათი მოწვევა ესე იგი აქ ხო ოპონენტების მოწვევა ესე იგი აქ იმისთვის რომ სხვადასხვა აზრი გაჟღერდეს სტუდიაში ხო იმიტომ რომ ესაა მნიშვნელოვანი. ჩვენ ჯობია მე მგონი ბატონთებო რომ მეცნიერება კი არ დავაყენოთ წინ. მეცნიერებას თავისი ადგილი ყოველთვის ქონდა და აქვს. შემეცნება არის მნიშვნელოვანი. წემს შეიძლება გააჩნდეს თავისი აზრი, რომელიც მეცნიერის აზრზე უფრო მნიშვნელოვანია. აი ყველა ტიპის აზროვნების და იმის ადამიანებს უნდა ქონდეს საშუალება თანამონაწილეობა თუ გვინდა რომ ჩვენ რიონის ხეობის საკითხის სწორად მოვაგვაროთ რა. ეხლა ის რომ ფაქტობრივად ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, ის რომ ქვეყანას სჭირდება ესე განვითარება ეკონომიკა, აქ ხო არ არის ამაზე საუბარი ხო? ვინ კამათობს? უბრალოდ ჩვენ გვჭირდება რომ რისკები შევამციროთ, მინიმუმად დავიყვანოთ და შეიძლება აი ამ კამათში ისეთი ვიღაცა აზრი თქვას უცბად რა, რომ ესე იგი სახელმწიფოც მოგებაში დარჩეს, ის ინვესტორებიც მოგებაში დარჩეს და უფრო დიდ მოგებაში ვიდრე ახლა იქნებიან და საზოგადოება ზოგადად ხო? დაპირისპირების პოლიტიკიდან უნდა გადავიდეთ თანამშრომლობის პოლიტიკაზე. ეს არის ყველაფერი იწყება მაშინ, როცა იწყება თანამშრომლობა. აი რეალურად დღეს ხო არ დაპირისპირებული ქვეყანა დღეს. აი მე გარწმუნებ თქვენ რომ მეცნიერთა კონგრესში რაც არის ჩამოყალიბებული და თქვენ რომ როგორც იტყვიან გაასალაშინოთ ესენი ყველაფერი და გამოვიტანოთ, ქვეყანა შეერთდება. ხელისუფლებას ვეუბნებით. მოდით ხალხს ვაჩვენოთ და რას ნიშნავს მომავლის საქართველოს ვინ როგორ უყურებს. გამოიტანეთ თქვენ მოხსენება ხელისუფლებამ. გამოიტანოს მეცნიერებათა აკადემიამ. გამოიტანოს მეცნიერთა კონგრესი, იქნებ სხვა ვინმე აქვს კიდე. სპორტის სასახლე აგერ 7 წყარარ გარემოში ყველას გამოაქვს თავისი მოხსენება, კითხულობს ამას, ყველა პარტიამ, ყველა ვინცაა გამოიტანოს, მიდის პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით და უცხოელი და ჩვენი ექსპერტების მონაწილეობით ვქნით კომისიას და ვეუბნებით რომ მოდით ხალხო რაც ვილაპარაკეთ ჩვენ ახლა, მოდით ეს ჩამოვაყალიბეთ და ჩამოვქნათ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ მოვნახოთ გზა ესე იგი ბიზნესმენებთან. აუცილებლად. ხელისუფლება არის, მაგრამ აქ ხშირად ბიზნესი წყვეტავს და არა ხელისუფლება. რომელი ბიზნესმენი მოვა და დაჯდება ახლა აქ სტუდიაში, ხო? მე იშვიათად ვხედავ ბიზნესის წარმომადგენლებს, ესე თქვა, აი ამ შეშინების გარემოში, ხო, შეშინებული რის შეშინია, ხო? ეს არის უკვე აი შიში. ჩვენ უნდა, ხო, ჩვენ ყველას რაღაცის გვეშინია რა. ასე რომ ესე იგი ყველას გვეშინია, მოდით ესე იგი არ გვეშინოდეს, თუმცა გავუგოთ რა, და ესე იგი დავამყაროთ კომუნიკაციები. პირდაპირ შეგვიძლია ეს გავახორციელოთ, აი მე მიმართავ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით სტუდენტებს. მოდით, იცით, მოვწადეთ ჩვენ გადაცემებში, მიიღეთ მონაწილეობა. ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები თუ არ გავერთიანდით აი ამ პროცესში, ხო? მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაგვიჭირდება რა ესე. აი რიონის ხეობაში, როდესაც ეს მიდიოდა, ალექსანდრე ბატონი, მაშინ ვინც იყო იქ თურქი დანიშნული დირექტორი, იმან მოითხოვა ჩემთან შეხვედრა.
და მაგრამ მე გავაკეთე ისე რომ მარტო არ შევხვდი და გივი ბრეგაძის სახლში ქუთაისში შევხვდი. და ეს პიროვნება მოვიდა და პრაქტიკულად შემომთავაზა მე რომ თუ მე ამ საქმეს ჩაუდგებოდი სათავეში. ესე იგი, რასაც დავასახელებდი ხელფასის ვიქნებოდა. მე არც საკუთარი თავი გავყიდე და არც ქვეყანა არ გავყიდე. იმის შემდგომ 15 დღეში წავიდნენ ისინი. ირანის იმან რომ საელჩომ ჩაატარა რა საქართველოს ქართველების ირანში ჩასახლების 410 წლის თავის იუბილე. ეხლა ამაზე როგორ უნდა გაჩერდე და ჩვენ ვერ აღნიშნეთ დიდგორის ომმა გადაარჩინა დასავლური ცივილიზაცია და ვერ აღნიშნეთ დავით აღმაშენებლის დაბადების 950 წლისთავი, გარდაცვალების 900 წლისთავი, დიდგორის ომის 900 წლისთავი ვერ აღნიშნეთ შოთა რუსთაველის 850 წლისთავი და ვლაპარაკობთ ეროვნულობაზე. ისტორია, ხო? ისტორიკოსების როლი, ხო? ეს კლასტერი მთელი უშუალოდ ღალატის ისტორიის კლასტერი, ხო? უნდა იყოს ამოტივტივებული, იმიტომ რომ იცით არაფერი არ დაიმალება, ყველაფერი დარჩება ისტორიაში. იმაზე რომ ქართველი ისტორიკოსების როლი დღეს განსაკუთრებულია, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველაფერი წაგვართვეს ჩვენ. ეს არ არის მარტივი სიტუაცია. ესე ტყუილი და მართალი აირია ერთმანეთში ყველაფერში, იმიტომ მეცნიერება საჭირო. დღეს როგორც არასდროს ქვეყნის განვითარებისთვის მეცნიერებაა საჭირო, დღეს როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის ძალიან ბევრი რამისთვის მეცნიერებაა საჭირო და დღეს თუ გვინდა ჩვენ ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე, მეცნიერებაა საჭირო. ჯაბა იოსენელი პანთეონში დაკრძალეს ხო რომელ მორალზე მელაპარაკებ თქვენ იცით რომ ვინ იყო გამსახურდია დროს დაპატიმრებული და ჩაითვალა სინდისის პატიმრად გამოცხადებული ეს იყო ვალერი კვარაცხელია რომელიც პირდაპირ რუსეთია დღეს დამბო რუსი მოხალხეა რუსეთს უნავს მეორე იყო გოგა ხაინდრავა ამიტომ აი ნახეთ დამოკიდებულება როგორ ისვა ჩვენ უნდა შევხედოთ მოვლენებს როგორ ვითარდებოდა ეს არის ყველაზე მთავარი პროცესი იმიტომ რომ ჩვენ თუ წარსულს არ შევაფასებთ ყველაზე მეტი სიბამათა მეჭირდება წარსულის შეფასება. ეს კიდევ ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაში მოხმედი პოლიტიკური ფიგურები არიან, გამსახურდია დაამხო და ეს სისხლიანი კალო გამართვა. ჩვენ მენტალობაში არ გამოსულია ძალიან ბევრი ადამიანის საბჭოებში არ გამოსულა. ვერ გამოვიდა აზროვნების ფორმიდან. ამას თუ იჭირდება 200 წელი ბოლო მათი აზროვნების ფორმა ის არის რომ აი კარგი მოდელი შეողონ მშვიდობა. აი მშვიდობა რას ნიშნავს ძალიან. ილია ჭავჭავაძის ასამბლეის მშვიდობა. სად მიყრია, რაში მიყრია თავისუფალ მშვიდობა. თუ ქვეყანა არ არსებობს. აი ადამიანი მეუბნება რომ ზელენსკიმ გაანადგურა უკრაინა. აი ზელენსკი ვეკითხები რა უნდა ეხლა დაეჭო. აი თქვა და ყირიმი დათმო. ხომ აი წამოვიდა, დათმო და ხომ აი წამოვიდა კიევში. აი რა უნდა ვქნა? აი ეს მორალი დაკარგეს ქართულ კაცში. აი ამის ქართველი კაცი შეურაცხყოფელი ხელისუფლება მოვიდა. სააკაშვილმა დაამარცხავა ამბობთ და ეს უნივერსიტეტები ძალიან ძირითადად კი, მაგრამ აი მერე რაც გააკეთა ის იყო ძალიან მძიმე დარტყმა საქართველოსთვის. იგი ყველას ერთი და იგივე შეცდომა აქვს. ეს ერთი, მეორე არ შეიძლება პოლიტიკაში დიდი გამოცდილების გარეშე მოსულ კაცს ჰქონდეს დიდი წარმატებები. ასევე დადგენილია რომ მე-20 საუკუნის დემოკრატიული პრინციპებით მართული ქვეყნების საუკეთესო მმართველები იყვნენ. დაგისახელებთ ჩერჩილი, ადენაუერი, დეგოლი, რეიგანი, გოლდა მეიერი და შეიძლება ასე გავაგრძელოთ და ყველას ამას საერთო რა აქვს? აქვს ის რომ არც ერთი 67 წელზე ადრე არ მისულა ხელისუფლებაში ეს ერთი და მეორე არც ერთი მათგანი თელი თავისი მანამდე ხო აქტიურად მუშაობდნენ ხო? არდამინ არ იყო შემჩნეული კორუფციაში და უღირს საქციელში. ეს მეცნიერული დასკვნა არის ხალხო. ჩვენ როცა მოვიყვანთ 24 წლის და 26 წლის და 36 წლის პრეზიდენტს, რა თქმა უნდა იმას აუარდება თავში ეს ბუნებრივი მოვლენა არის. სიმამაცე ცოტა ნაკლები აქვს ასახს. და ეს ერთი და მეორე სიმამაცე ასახში დიდ ასახში ნაკლებია უფრო გაცვლითი ადამიანი მივხვდები და ამიტომაც კარგი მართველი ხდება. თulis მოზომილია სიმამაცე ან გაქვს ან არა გაქვს. იქ ახალგაზრდას არა გაქვს. არა ასახში მე ასახში უფრო ფრთხილები არიან და ახალგაზრდები. აუცილებლად ჭირდება. თავარი მოქმედ პირად ახალგაზრდები ჭირდება ამბობს ყველა. აი ახლა ნახეთ კიდევ რა ეს შეცდომა. ჩვენ მეცნიერთა კონგრესი ოფიციალურად ჩვენი პოზიცია ასეთია რომ რა თქმა უნდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ძალიან ბევრი პატრიოტი და
პატივსაცემი ადამიანია და ის გამოსაყენებელია. ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ შევარდნაძის დროსაც იყვნენ ღირსეული პიროვნებები და ისინიც უნდა გამოვიყენოთ. ასევე ვამბობთ, რომ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ცუდიც ჰქონდა, მაგრამ ის რაც კარგი გააკეთა და იქ იმ კარგის გაკეთებაში ვინც ეხმარებოდა, ისინიც ესე იგი არ უნდა გადაუსვათ ხაზი და ისინიც უნდა ჩართოთ შემდეგმო და იგივე ბატონ ბიძინასთან დამოკიდებულებაში. ჩვენ იმასაც კი ვამბობთ, რომ ბიძინა აუცილებელია საქართველოსთვის, როგორც ბიზნესმენი, ოღონდ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. ეს ჩვენი ოფიციალური პოზიცია ასეთი, თუმცა მე პირადად ფიქრობ, რომ ბატონ ბიძინა საქართველოში ბიზნესშიც არაა საჭირო. ბიძინას რა ბიზნესმენი ბიძინა დასცინის ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ მეცნიერებმა გელათში ჩვენ 10 წელიწადია, ცოტა მეტიც ყოველ წელს მივდივართ გელათში და იქედან ვაჟღერებთ ჩვენს ახალ პროგრამებს, ახალ იდეებს, ახალ გეგმებს და ვთავაზობთ ამას მთავრობას, ვთავაზობთ ოპოზიციას, პარტიებს, ყველას, მაგრამ ჩვენ ამ წლების მანძილზე სრულ იგნორირებას გვიკეთებენ. სოფლის მეურნეობა, ეს არის განათლება, ეს არის მედიცინის ამბები, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. ჩვენ ყველაფერი ეს დამუშავებული გვაქვს. ჩვენ ასევე დამუშავებული გვაქვს 60-მდე ბიზნეს გეგმა, რომელიც სწრაფად განავითარებს ეკონომიკას, ქართულ ეკონომიკას და ჩვენ ვამბობთ, რომ 6 თვეში საკმარისია, რომ ადამიანებმა, მოსახლეობამ იგრძნოს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ზრდა. თქვენ ახლა ამათ თავაზობთ ადამიანებს, რომლებიც არიან რუსული პირდაპირ, რომლის წამკითხველები არიან. აი სადაც იყავით, გელათში თუ იყავით, ხო ნახეთ რა უყვეს გელათს. გელათი როგორ ინგლისურად მაგას უნდა აი მაგას უნდა ვეგან გასულ პირდაპირ და გელათი პრაქტიკების წამკითხველი ესენი არ ვაკრიტიკებ, ესე იგი ხო გამოვაცხადე მარატორიუმი, ხო თქვენ მარატორიუმს გამოვაცხადეთ, მაგრამ ამიტომაც არიან კარგად ეს დაველოდები. აი გელათის დანგრეულზე უნდა გამოგეცხადოთ პროტესტი. ჩვენ ვამბობთ 26 ხო მაშინ აპროტესტებდით იმას, რომ შენდებოდა ბაგრატის ტაძარი შენდებოდა. სალოცავი გახდა და გააკრიტიკეთ როგორ აგვიშენა ესეთი ტაძარი, რომ გვინდოდა ნანგრევი ყოფილიყო თაყვანიკაცა მისთვის, ხო ისტორია დავკარგეთ, არის ხო ესე? გელათი დაანგრეთ, არ არის პროტესტი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ქვეყანა უნდა გადარჩეს ჩვენ კარგად სახელმწიფოებას, ხო? და აი სახელმწიფო თქვენთვისაც დაეკარგება აკადემიისთვის, ჩემთვის და ჩემ მომავლისთვის. ამიტომ დღეს ხელი უნდა გაუწოდოთ ერთმანეთს და დავიცვათ ქართული სახელმწიფო. აი უნივერსიტეტს რო ანადგურებენ დღეს იდეას უნივერსიტეტს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იქ თავისუფალი აზრი იზრდება და თავისუფალი აზრის გარშე სახელმწიფო არ განვითარდება. სამართალი თუ არ იქნება, სახელმწიფო არ იქნება. ეგ არის ჩემთვის ბავა. დავждეთ და განვიხილოთ ერთად. მოდი, აგერ ეს ტელევიზია მზად არის. აქ აქვს ომი აქ. მოგზავნით სპეციალურად აი ტურბულენტურ ზონაში ვარ, სპეციალურად სუეცის ბოლო პერიოდში დააკვირდით, რომ ბიძინა ერთი სკანდალი და მეორეზე გადაცა, აი წარამარაქმნის უმუდმეად, რომ ჩვენ არ გქონდეს ფერხის საშუალება, წაკითხვის საშუალება. ამიტომ ვარ ჩვენ ამ დღეში. მარტო ლოზუნგებს გაუმარჯოს დემოკრატიას, გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ეს არაფერს არ ნიშნავს. მომბებს გესურვენ ისე ხო, ისინი ხო ტექსტით არ გამოდიან. ამაში თვით რა შემოგთავაზეს. აი ხა ეს რეფორმა რო შემოგთავაზეს, რამე არის ამ რეფორმაში? ერთი მითხრა რეფორმის დადებითი მხარე. ფაქტია, რომ რადიკალური ზომებია მისაღები იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და ამაში ლომის წილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უდევს და მან ეს უნდა გამოიყენოს. რევოლუციის გუშაგთან, ანუ გასამხედროებული რაზმების მოთხოვნამ გადაძალა, ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ სწორედ ალი ხამენეის ვაჟი გამختارიყო ლიდერი. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ლიდერი უნდა იყოს მასთან შეთანხმებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ ახალ ლიდერს ემუქრება საფრთხე. ფაქტობრივად დღეს ირანის საში ისრაელის და ამერიკის თვითმფრინავები სრულად უსაფრთხოდ დაფრინავენ დანაკარგების გარეშე და ანადგურებენ სახმელეთო ინფრასტრუქტურას, მათ შორის სამწუხაროდ უკვე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. თითქოს ეს დაგეგმილი არ იყო, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ მას შემდეგ რაც ირანმა დაარტყა თითქმის ყველა მეზობელს 12 ქვეყანას, უკვე მარაგები ყველა სამხედრო ბატარეას, რომელიც უნდა დაისვას, თუნდაც კატარის, თუნდაც
კუვეიტის და ემირატების, იორდანიის ან სხვა მეზობელი ქვეყნებისა ირანული რაკეტებისა დრონებისაგან უკვე საკმარისი არ არის. დრონები ფაქტობრივად ბომბავენ უფრო ათასობით აქვთ ეს დრონები და ბომბავენ ამ მეზობელ სახელმწიფოებს. აქ გაუჩნდა პრობლემა ამერიკასაც და ისრაელსაც. დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ უკვე 2 დღეა უკრაინელი სპეციალისტები მიიწვიეს, რომელთაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ამ ირანულ შაჰიდებთან ბრძოლისა, მათ წინააღმდეგ წარმატებული გამკლავებისა, ვინაიდან სწორედ რუსული სამხედრო ძალა ირანიდან მიწოდებულ ამ დრონებს ესროდა კიევს, ლვოვს, ხარკოვს და ასე შემდეგ უკრაინულ ქალაქებს და მათ ეს გამოცდილება საკმაოდ დიდი დაუგროვდათ. შესაბამისად ეს ინსტრუქტორები უკვე ადგილზე იმყოფებიან. მათ სწორედ ეს დაავალეს, რომ დაისვან ამ სატელიტი სახელმწიფოების სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ირანული შეტევისგან. რაც თავად სახმელეთო ოპერაციას შეეხება, არსებობს რა თქმა უნდა გეგმა, მზად არიან ქურთები, ერაყელი ქურთული პოლიცია, რომ ჩაერთონ ამ სახმელეთო ოპერაციაში, თუმცა ამის კატეგორიული წინააღმდეგია თურქეთი. ახლა გუშინ განაცხადა ტრამპმა, რომ მას არ უნდა ამ საქმეში ჩართოს ქურთები. ირანში აუცილებლად უნდა მმართველობაში კონტროლის ქვეშ მოვიდნენ ისეთი ძალები, რომელიც ჩახსნიან ამ გუშაკთა კორპუსს, ჩახსნიან იმ ძალებს, რომელიცაც აგრესიულად არიან განწყობილი. დიდხანს ამ ომის გაგრძელება არის ფაქტობრივად დამანგრეველი თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. დღეს რუსეთი და ჩინეთი გამადიდებელი შუშით აკვირდება ყოველ დღე ძალიან სკრუპულოზურად მოვლენების განვითარებას. გუშინ პესკოვმა იხმარა ეს სიტყვა, რომ თუ ის სცენარი განვითარდა, რაც ჩვენს ვილაპარაკეთ, რომ სახმელეთო ოპერაცია ჩატარდა და ირანი გადავიდა ირანის ნავთიც, ირანის მოსახლეობაც, ირანის ეკონომიკაც და უშიშროებას და უსაფრთხოებას გადავიდა ამერიკელების კონტროლის ქვეშ, ჩვენ დავიღუპეთ. რუსული ინტერესები გადადის მესამე პლანზე და რუსეთს თავად მოუწევს ამერიკასთან დალაგება ისე, რომ გაითვალისწინოს ამერიკის ინტერესები და შესაბამისად უარი თქვას მითოლოგიურ გლობალური მოთამაშის სტატუსზე. დღეს ამის ძალა რუსეთს არ აქვს, მით უმეტეს უკრაინასთან 4 წლიანი ომის შემდეგ ის ძალიან დასუსტებულია. ჩინეთი მისთვისაც რა თქმა უნდა წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით კატასტროფა იქნება ამერიკელების სრული კონტროლი ირანის ტერიტორიაზე. ყველა მონაცემი გვაჩვენებს, რომ ამას შეიძლება ძიმე თავდები მოვლენების მოხდეს, რაც ახლა ხდება $100 აცდა ნავთობის პასი $116-118 იყო ხო, ნუ გაზის პასი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა 50%. ამერიკა ცდილობს ამის შერბილებას იმით, რომ ერთთვიანი ლიცენზია მისცა ინდოეთს რუსეთიდან იყიდოს. ეს არ ნიშნავს, რომ სანქციებს უსვნის რუსეთს. ირანი გააგრძელებს ალბათ ამ დატყვევას, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე. ეს შედის მის ინტერესში, რომ რაც შეიძლება მეტი ცეცხლი დაანთოს, რაც შეიძლება მეტად გააღიზიანოს ეს დიდი გიგანტი ქვეყნები, დიდი შვიდეული ეს Grand 7 ქვეყნები, რომ გამოიწვიოს ეს კრიზისი და შესაბამისად მათ შორის პირველ რიგში ჩინეთმა მოახდინოს ზეგავლენა ამერიკაზე, რომ შეწყვიტონ ასე ვთქვათ ირანთან ომი. ეხლა რაც შეეხება თავად ვითარებას, რომელიც არანაკლებად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვისაც, ეს არის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა თეირანში და სხვა ქალაქებში. დიდი ენერგეტიკული ობიექტების აფეთქება გამოიწვია ხანძარი. ანუ რამდენიმე დღეა იწვის ნავთობი. ეს ნამწვი მოგესალმებათ, ეს არის ნახშირწყალბადი და ეს ნაწილაკები გაიწოვება ჰაერში და აწვის ზევით. ქმნის შავ ღრუბელს და გუშინ უკვე წამოვიდა პირველი წვიმა თეირანში, რომელსაც ექსპერტებმა დაარქვეს მჟავე წვიმა, რომ შეიცავს გოგირდის
აზოტის და ჩვენთვის ავად ცნობილი ციანიდის, ანუ კარბონის ელემენტებს, რაც ძალიან სახიფათოა ღია კანზე მოხვედრის შემთხვევაში იწვევს დამწრობას. ეს ღრუბელი ყოველწუთი შეიძლება წამოიღოს ქარმა და მოიტანოს საქართველოში. ეხლა გადმოვიდეთ უკვე საქართველოს და დავიწყებ ზუსტად ამ ეკოლოგიური პრობლემით. სული სიჩუმეა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ისინი არათუ არ აფრთხილებენ მოსახლეობას, როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ მოადიდონ ბავშვები ამ წვიმას, რომ დაიცვან, რომ არ ასეთ შემთხვევაში ბავშვები დაიცვან პირველ რიგში. 160 კილომეტრია ბატონო. პირდაპირ არის ირანის საზღვამდე საქართველოს საზღვიდან 160 კილომეტრი. ეს არაფერი არა, ეს ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ტერიტორიულად ერთ სივრცეში ვართ, ერთი ცის ქვეშ ვართ და მეზობლები ვართ, ხო? ძალიან დიდი საფრთხის შემცველია გუშინდელი განცხადება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მან მოუწოდა თავის მოქალაქეებს თავის შეიკავონ საქართველოში მგზავრობისგან. არც ერთი სიტყვა ან განცხადება, ან კომენტარი ამისა, ამ განცხადებისა ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში არ გაკეთებული. გვერდით მიმდინარეობს ომი, სულ მასშტაბიანი, საშინელი. არაფერი არ გითხრა ხელისუფლებამ, რომ თავშესაფრები არსებობს თბილისში. ჩვენ ერთადერთი რაც ვიცით, ისიც ჩვენ თვითონ ვიცით, არავინ არ გვაფრთხილებს, რომ არის მეტროები, იქ წყალი არის, იქ რამე პირობა არის, უშიშროების საბჭო გაუქმებულია, რომ უშიშროების საბჭოს ცნობა ისთვის არის საჭირო, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში არსებობს აი ესეთი საფრთხეების დრო. პარლამენტი იხილავს ექსპერტები, როგორ დაიბარონ, ან კიდევ ჩემს არალეგიტიმურობას თუ არ აღიარებ, დაგიჭერ. აი ეგ არის დღეს ამ ომის პირობებში დღეს ასე ჩვეულებრივად ძლდება ამ ხალხის დაბარება, შეშინება, დაპატიმრება ტროტუარზე დგომისთვის და ასე შემდეგ. ვაგზელებთ იგივე ცხოვრება. რა გამოსავალი არსებობს. მე ვფიქრობ, რომ პირველი რომ შევხედოთ ვითარებას, უფრო ადეკვატური აღმოჩნდა ოპოზიცია. 6 პარტია ფაქტობრივად გაერთიანდა, დაჯდა ერთად და იხილავენ ერთად ამ საფრთხეებსაც, მომავალ გეგმებსაც, გამოსავალსა და ასე შემდეგ. ხელისუფლებაში არაფრის შეცვლა არ სურთ. ამერიკის მხრიდან ისევ მივიღეთ წერილობით დასტური, რომ ნაბიჯები თუ არ გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ შეიცვლება, არავითარი გადატვირთვა არ იქნება. რა არის ეს ნაბიჯები? ჩემი აზრით ყველაზე პირველი თავად ივანიშვილი, ვის ხელშიც არის დღეს გადაწყვეტილების მიღების მთავარი მექანიზმი, გამოვიდეს ისევ ბიზინა ივანიშვილი ამ სამალავიდან, აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და დაეთქვას რაც უნდა, მაგრამ უკეთესი იქნება თუ ის ლეგალურად გახდება ისევ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აიღებს მთელ პასუხისმგებლობას საზოგადოების უსაფრთხოებაზე, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. მან, რა თქმა უნდა გამართოს მოლაპარაკებები ხალხთან, პირველ რიგში იმ ხალხთან, ვინც რუსთაველზე დგას აგე უწყვეტად, ხო? ბიზინა ივანიშვილს შეუძლია თქვას, რომ ის მზად არის გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, რომელიც ამისთვის არიან დაპატიმრებული. ყველაფერი დავაგდება იმ შემთხვევაში, თუ ბიზინა ივანიშვილი დაჯდება ამ გაერთიანებულ ოპოზიციასთან და მან უნდა მოასწროს ამ ხნის განმავლობაში, რომ ახალი არჩევნების დანიშნოს, ამ ხალხსაც დაელაპარაკოს, ახლა ყველაზე მეტად საჭიროა საქართველოს. ჩვენ დგევათ უზარმაზარი საფრთხის წინაშე. ამ რეგიონში მიმდინარეობს ომი. ის ზოლი, სადაც ირანი წვდება დრონებითაც და იმ ფთოსანი რაკეტებითაც. როდის მოულის მას თავში, რომ ყველაზე დიდი საელჩო რეგიონში, ამერიკის საელჩო არის თბილისში. რა არის კიდე თბილისში ისეთი, რომელიც ირანისთვის შეიძლება ამ განწერულ ხალხს უკვე ამ განწერულ ხელისუფლებას უბრალოდ მოეჩვენოს, რომ საქართველოში არის ისეთი რაღაცა, რომელიც ისრაელის ან ამერიკის ინტერესებშია და ზუსტად ეს თქვეს, ხო? რომ თუ რამე მოგვეჩვენა, რომ ჩვენ ამერიკის ინტერესებს ემსახურება და ისრაელის, ჩვენ დავბომბავთ. აი ასეთ ვითარებაში თუ შენი ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ ეს ხალხი გიყვარს, უნდა დაბრუნდე, უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ შეხვდე ყველას, გაათავისუფლე ეს პოლიტპატიმრები, რომ დაიწყო დიალოგი სწორედ ევროპასთან, დასავლეთთან და გახადო შესაძლებელი, რომ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
როგორ მოხდება, როგორ გამithარდება ეს მოვლენები, ეს ძალიან ძლიერი საფიქრებია, მაგრამ აქ არის ერთი პატარა და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენთვის. როდესაც უკრაინასა ჩაითრიეს ომი რუსეთში, მიდის სრული გამოფიტვა რუსეთის იმპერიის, ეს ყველა ხედავს უკვე, რომ ეს ხედავდა, აქედან ირანს უტყამს ამერიკა, ისრაელი, მაქსიმუმ ერთ თვეზე მეც ისინი ვერ გაუძლებენ და ფაქტურად რუსეთი დაკარგავს სერიოზულ დასაყრდენს ირანის სახით. და ის ვერ გაუძლებს ამ ხელაწინააღმდეგობას. რასაკვირველია, პუტინს ხელს არანაირ მოკიდებს, ის იქნება იქამდე იმპერიის სანამ თავისიანები არ ჩამოაგდებენ. სანამ ცოცხალი იქნება. მისთვის ომის დამთავრება მშვიდობიანი იქნება თუ გამარჯვებით იქნება აი სიკვდილის სტოლფას. ია მისი სიკვდილის სტოლფას. ამიტომ ის ბრძოლეს ბოლომდე. ის არ არის ჰიტლერი, რომ თავი მოიგოს. ასეთი არც გებელსი არ არის და არც გერინგი არ არის. შიშარა კაცია და ძალიან ხო შემთხვევითი კაცია ხელისუფლებაში. აბსოლუტურად. ამიტომ ის რუსეთს ითრევს და ითრევს. აი ამერიკელებს დაწყოთ პუტინი, ახლა ამერიკელები არ ყვებიან იმაში უკრაინაში აძლევენ იარაღს და ერთი წელი იქნება თუ ორი წელი იქნება მათთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არა. თავარია რომ რუსეთს იმაზე მიტის გაკეთება უკრაინაში, რაც ახლა მან დღეს გაკეთა, არ შეუძლია. აბა ორი მომენტი. პირველი, უკრაინა ხალხმა დაამტკიცა რომ ის არის დამოუკიდებელი ერი, ის არ არის რუსეთის ნაწილი, არასოდეს უკრაინას ვეძახია. უკრაინელი არის ერი, იყო ასეთი კი აი ვამბობს პუტინი ლენინმა შექმნაო ისო. აქემას უკრაინის ახლა სისულელე. კიევსკე კნიაჟესტო ხორცებოდა. იყო ფსკოვსკე კნიაჟესტო, ვლადიმირსკე. აი კიევსკე კნიაჟესტო ჩამოყალიბდა უკრაინული სახელმწიფო. რატო ჩამოყალიბდა რუსული სახელმწიფო კიევსკე კნიაჟესტოში? რატო ჩამოყალიბდა ფსკოვში, ნოვგოროდში და იქ ცხოვრობენ პოლიანები, ყველა შორის. ტომი ერთ-ერთი აღმოსავლეთ სლავური ტომი არის თანამედროვე ეთნიკური უკრაინელების პირდაპირ წინაპრები. ასე რომ კიევის სამთავრო არსებობს მე-10 საუკუნიდან, ხოლო მოსკოვსკაია შეიქმნა ივანე კალიტას დროს. და იყო სულთა მონღოლური სამთავრო. ასე რომ უკრაინელ ხალხს აქვს აბსოლუტური უფლება, ქონდეს თავის სახელმწიფო, ის კიევის სამთავრო თავის ტერიტორიის, თავის კულტურით, ეს არის მათი კულტურა და არაფერი შეხება მაგალითად მონღოლების, ესე იგი რუსულ-მონღოლურ ნარევთან. მე არ ვიცი, მე კონკრეტულად პიროვნებამ არ ვიცი საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია აფხაზეთთან მიმართებაში. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? ეს საკითხი პირდაპირ მიბუნია სოხუმის უნივერსიტეტთან. ეს სულ სხვა ფენომენია. ამისი ჩაბმა, განხილვა ზოგადად განათლების რეფორმში არ ჯდება. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ არ უნდა გადაიხედოს ფაკულტეტები, რაღაც საგდები არ უნდა შეიცვალოს და ასე რაღაცა. მე ლაპარაკობ ის უნდა შენარჩუნებული იყო იმ საკითხით, როგორც იყო. რატომ ახლა? თუ ჩვენ ვაპირებთ დაბრუნებას აფხაზეთში და თუ ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი, კიდევ ვიტოვებ სულს, ესე რომ არის ეს მიზანი, მაშინ პირიქით ამ იდეას ხელი უნდა შეუწყო ბოლომდე. უნდა გაეძლიერება სოხუმის უნივერსიტეტი. რუსეთის ამბავს წასულებას არაფერი არ შვილეს უკვე. არაფერი არ შვილეს. ის ვერ გამოვა მდგომარეობიდან. რუსეთს ორი გზაა. ან გადავიდეს პოზიციაზე დასავლეთის გაერთიანების ევროკავშირში, ნატოში და გახდეს სრულფასოვანი წელი დასავლური ცივილიზაციის, რუსული კულტურა სხვა შორის არის დასავლური ცივილიზაცია. თავდაპირველად არ გახსოვთ სულ პირველად მაგისტრელობა იყო და ევრო რა ქვია ევროსაბჭოში წარმომადგენელი იყო და ნატოშიც ყავდა წარმომადგენელი რუსებს სხვათა შორის. ერთ-ერთი პარტიის ლიდერი ხო გაგახსენდათ ეს? ანუ მეორე ვარიანტი, მას ემუქრება ძალიან უსიამოვნო პერსპექტივა გახდეს ჩინეთის ერთ-ერთი ულუცი. რუსები ამბობენ, რომ დამთავრდება ომი. იქნება ქაოსი რუსეთში. რა თქმა უნდა, სამოქალაქო ომი იქნება. 91 სუბიექტია ფედერაციის, 26 ავტონომია. შედავთ რა იქნება? თვითონ დასავლეთს არ უნდა მაგის დაშრა. პირველი მტერი დასავლეთია, მაგრამ უმართავი პროცესები. იმიტომ პაუზას ემიტო იჭერს. კაც მარც რა მოხდება? ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვერ ჩამოვიკიდებით რუსეთს და ვერც ირანს. თქვენ ძალიან კარგად ჩვენი ორიენტაცია არის დასავლური ორიენტაცია. აქ არის ორი არჩევანი ბატონო ვახტანგ, არ არის მესამე და მეოთხე. ერთი ეს არის ევროატლანტიკური, ასე ვთქვათ, სივრცე და მათ შორის ინტეგრაცია და შენი კუთვნილი ადგილის დაკავება ინდივიდუალურად ვამბობ. ათხვეფა კი არა, ინდივიდუა და თვითყოფა და შენ. ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა და მეორე რა არის? აბსოლუტურად გაურკვეველი რაღაც, გაურკვეველი რა რაღაც ევრაზიული წარმონაქმნი. ეს არის ხო სავისკი წიგნები გუმილოვის. იქ გამოკვეთილად კი აი საერთოდ არ ჩანს რას ნიშნავს ეს ევრაზიული. რას ეკნობა ეს აბსტრაქტული წარმონაქმნია რა. ქრისტიანობა არის, მუსულმანები არიან, რა საერთოა მაგალითად არა რომელი ქვეყნები ერთიანდება ხო უნდა მითხრა კაცო რა სახის სივრცობრივი გაერთიანება, რა ფუნდამენტზეა, რა სტატუსი აქვს ეს ხო რომელი ქვეყნები შედის, როგორ ნაწილდება ეს ყველაფერი ხო? მოკლედ ვიტყვი. მოვაწერეთ ხელი ტრაქტატს 1801 დაგვიყვეს მაგრატიონელი მოაცილეს ხელისუფლებას ქართული სახელმწიფო გაუქმეს. მოვაწერეთ ხელი 1927 მაისში სულთა და 21 საქართველოს დაეპყრო. სულ ასე იქნება ეს ყოთა. აუცილებლად.
შერჩება თქვა გენიალურად რუსებისთვისო ხელშეკრულებას ისეთივე ფასი აქვსო როგორც იმ ქაღალდს რომელზეც ეს ხელშეკრულება იწერება რუსები უწევენ აგეს ხოდახოდ ზალას თუ ხელშეკრულების უკან ზალა ადგას არაფერს არატენა ქაღალდი იგივე დაახლოებით ბისმარკსაც საუბარი კიდევ ერთხელ საუბარი რუსეთთან ჩვენ მოვახდეთ ჯურის ერთობის საფუძველზე მეგობრული ურთიერთობის დამყარებას არის წმინდა წყლის შესულელი გეტყობათ კიდე ესეთნაირად ჯერლობთ და ესეთი ისა გაქვთ რომ იმიტომ ვიქტორ ჰიუგომ დავამთავრებთ თქვა გენიალურად დიდმა ფრანგულ მწერალმა შეიძლება შეაჩერო უძლებელი არმიების შემოსვლა მაგრამ შეუძლებელიაო შეაჩერო იმ იდეის მოსვლა რომლის დროც მოვიდაო საქართველოს გაფრთხილების დრო მოვიდა და ამას ვერავინ შეაჩერებს ამერიკაში პრეზიდენტს ომის დაწყება არ შეუძლია. ომის დეკლარირებას აკეთებს კონგრესი. 4 დღე, ესე იგი, ველავდი რომ რატომ უნდა შეიქმნას პრეცედენტი. თან ვინ უნდა შექმნას ამერიკამ პრეცედენტი იმისი რომ მოხდეს მაგალითად ახლა ისე რომ ვთქვათ უბრალოდ 2-3 წლის მერე ან რა ვიცი მე ვისურვებდი უფრო მალე პუტინი რო პასუხისგებლობაში მიცენ და პუტინმა რო თქვას რომ იცით რა მარტო მე არ დამიწყია ესე ომი ამერიკამაც ესე დაიწყო და ეს უკვე ანალოგიის პრინციპი ხო პრეცედენტების ამბავი და ეს უკვე შეურაცხყოფას აყენებს ცივილიზებულ სამყაროს კონგრესმა უკვე ესე იგი მხარი დაუჭირა იმას რომ ამერიკამ უნდა გააგრძელოს იქ სამხედრო ოპერაცია კი ომი რა შეფარდებით იყო ხო არ გახსოვთ ეს მხარდაჭერა აი ეგ არის ზუსტად რომ დიდი შიში იყო რომ ესე იგი დემოკრატები არ დაუჭერდნენ მხარს ამ ამბავს იმიტომ კი არა რომ ისინიც კი ბატონო გეტყვიან რომ ერარის რეჟიმი უნდა დაინგრეს მაგრამ მოხდა ის რომ არგუმენტები ვერც პიტჰექსეტმა ანუ თავდაცვის დივანმა დღეს ომის დივანი რო ქვია ვერც მარკო რუბიომ საგარეო უწყების პირველმა და ვერც პრეზიდენტმა არგუმენტი ვერ თქვეს რატომ შეიჭრენ გარდა იმისა რომ მათ არ უნდა დაამზადონ ატომური ბომბი ეგ უკვე 2 დეკადა ანუ 20 წელი და მეტი ამაზე საუბრობს ყველა პრეზიდენტი და ყველა კონგრესმენი და ყველა სენატორი და კიდევ კარგი გაიმარჯვეს ამ მომენტში რესპუბლიკელებმა და 7 ხმით ერთი სიტყვით გაგრძელდა უპირატესობით ხო 400 რაღაცა ხო 435-იან თლიანობაში და 413 მოხდა ომის ლეგიტიმაცია იცით რა სამართალი ყველაფერშია სამართალი არის ომში სამართალი არის ყოფის სამართალი არის როგორ არალეგიტიმებული ომი და არაკონსტიტუციური ომი სამარცხვინო საქმეა. ეგეთი ომი არის რუსეთის მიერ უკრაინაში და ჩვენთან შემოვარდნილის კიდე ესე და არ მინდოდა რომ ეს პრეცედენტი ყოფილიყო. უდიდესი კულტურის ქვეყანა არის თვითონ ირანი. ირანის პოეზია ახლა და ასე შემდეგ ქართველებთან მithubetes ძალიან დიდი ასე ვთქვათ ქონდა საუკუნეების განმავლობაში მარტო სისასტიკითა და მარტო დესპოტიზმით არ გამოირჩეოდა, თუმცა დამახასიათებელი იყო ეს ამბავი ცხადია. მაგრამ აი ამ ხელა რეგრესი განიცადა წეგან მოგახსენეთ რომ თვითონ რომ მოვიდა ამ რევოლუციის დროს გაცილებით ჰუმანური პროექტებითა და გაცილებით ჰუმანური განწყობებით მოვიდა, მაგრამ მე თანდათანობით ეს მარტოხები მოუჭირა როგორც ხდება და ბოროს გახდა ისეთი ახლა როცა სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს ეს როგორ უნდა თარგმნოს ეს რაინაზე ცივილიზებულ სამყაროს ვეღარ იტანს იმიტომ რომ ესე იგი თუ ეს არის რელიგიური ფანატიზმზე დაფუძნებული ასე ვთქვათ სახელმწიფო რომელიც 21 საუკუნეში სრული ნონსენსია ცალკე მაგათ აქვს ესე იგი სასულიერო სამართალი ცალკე ყავს სასულიერო ლიდერი საერო ლიდერი ცალკე ყავს ყველა მოსამართლე გასაიდუმლოებულია გვარები გასაიდუმლოებულია მართლობა გასაიდუმლოებულია ხო და ყავდა გუშაგთა არმია, აქეთ მეერთი არმია, ანუ კგბ-ზე უფრო
უფრო ძლიერი ოფიცერი კგბ-შნიკური სახელმწიფო შეიქმნა. ურჩხული. ხო, ფაქტიურად ყოველი მეოთხე ადამიანი ფაქტიურად არის წევრი აი ამ რომელიმე საიდუმლო თუ ნახევრად საიდუმლო თუ სახელმწიფო ისა სამხედრო ამ ასე ვთქვათ სამსახურის და მე არ ვიცი აი ასე ტექნიკურ პროგრესს როგორ მიაღწიეს ალბათ რუსეთის დიდი აქტიური დახმარებით ძალიან დიდი ნებავთის ურანის გამდიდრება ლაპარაკი თუ ამ მე იყო საუბარი იმაზე რომ უნდა ყოფილიყო ენერგეტიკული მიზნებით გამოყენებული ეს ამბობდნენ ხო რადიოაქტიული ესე იგი ქვეყანა რომელიც ამდენ ნავთობს მოიპოვებს ესე იგი თურმე ენერგეტიკული და ესე იგი ამის მიზნებით უნდათ გამოიყენოს ხო აბსურდია მსოფლიოს ეყოფა ერთი ასეთი ქვეყანა იქ ჩრდილო კორეა ასე ვთქვათ და ამის მნიშვნელოვანია ისიც რომ საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი და ცნობიერების მუშაობა და ამაღლება ცნობიერების თუნდაც შედარებითობის პრინციპით ანალოგიის პრინციპით თუ ცხოვრება ვითარდება ეს კანონები და ეს ყველაფერი კონსტიტუციური და სამართლებრივი მომენტები იმისთვის არის საჭირო და ცოდნა და ამდენი იურისტი და ამდენი ჰუმანიტარული აზროვნება რომ კაცობრიობა განვითარდეს კაცობრიობის განვითარებას ფეხით ვერ აუწყო ქვეყანამ, ესე იგი როგორ იქნება პროგრესი იმ ქვეყანაში. ფიქრობ და მიმაჩნია, რომ მთელი ჩვენი წარუმატებლობა და შემდეგში კიდე ჩვენი სხვა წარუმატებლობები სათავეს იღებს იქიდან, რომ თავის დროზე მოხდა არასამართლებრივად კრიმინალური გადატრიალება სახელმწიფოში და ხელისუფლებაში მოვიდნენ კრიმინალები. მოხდა სახელმწიფო ქონების დატაცება მოხდა მოსახლეობის ბევრი ლიკვიდაცია და 1000 უბედურება ახლა ამას აღარ გავაგრძელებ, მაგრამ საიდან იღებს ეს სათავეს კიდე მანამდე პრეცედენტი, ასე ვთქვათ, საქართველოს ოკუპაციისა რუსეთის მიერ და მომგონი 918 წელს საქართველოს ჩამოვიდა კაუცკი, მეორე ინტერნაციონალის ლიდერი. რო გაეცნო ჩვენს ამ საპარლამენტო საქმიანობას, იმ დოკუმენტაციას, დებულებებს ასე ვთქვათ, იან კონსტიტუცია ბოლომდე შექმნილი არ იყო, მაგრამ იმ სამართლების საფუძვლებს თქვა, რომ მე ვინატრებდი რომ ევროპას ასეთი ქონებოდა სამართლებრივი სტანდარტები, როგორც საქართველოში ვნახევარ. საქართველოში პარლამენტში გამოდენიმე ქალი იყო. ხო და ერთ-ერთ ადგილობრივ მმართველობით ორგანოში მუსულმანი ქალბატონი იყო. კი. ხო, ამის მერე მოხდა შემოჭრა საქართველოში და ამ შემოჭრას მოყვა ის, რომ ესე იგი ყველაფერი გუგმა წავიდა, ამდენი მსხვერპლი, ამდენი ყველა განათლებული ადამიანის დახვრეტები 25 თებერვალი. ეს 25 თებერვალიც იგივე იყო ჩვენი დაქცევის, ჩვენი განადგურების დღე იყო და ესეც უნდა ვიცოდეთ რა ვიზეიმოთ, რა აღნიშნოთ მწუხარებით იგივე ჩვენ თურმე ის უნდა ვიგვიზეიმოთ იქ სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში და ეხლა უნდა ჩავიდეთ იმაში ამერიკელთან ხალხო საპარლამენტო ის არის წასული რა უნდა უთხრათ იქ გამარჯობათ როგორ ბრძანდებით ისე ცოტა იქ ვიზეიმეთ მაგრამ ბოდიში თურმე მტერები ყოფილიყავ ესეთი რაღაცებს როგორ ვაკეთებთ ხალხო ძალიან დიდი საფიქრელი გვაქვს როგორ იმართოს ქვეყანა რა ხალხმა როგორ უნდა მართოს რამხელა სიწმინდე უნდა რამხელა სიბრძნე უნდა რამხელა მოთმინება უნდა ხელისუფლებაში მყოფ ადამიანს შეიქმნა სამართლებრივი სასამართლო თავგანწირვაც საზოგადოება აი ეგ არის ახლა და ეს სამართლებრივი საზოგადოება უნდა შეიქმნა პირველი ქვეყნის ინტერესებია და მე არის შენი პირადი ნუ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვარ თუ არა ვალდებულები დავფიქრდეთ და რაღაცა გავაკეთოთ იმისათვის რომ არ ვიყოთ აი ასეთი დამონებული საზოგადოების როლში როგორ შეიძლება ასეთი მდგომარეობა რომ არ იყოს საქართველოში ჩვენ არ მივიდეთ აჯანყებამდე აი იმ ბიზნეს გეგმით რომელიც მთავრობამ შემოგვთავაზა აი ამ არაბული ინვესტიციის სახით. ჯერ ერთი იმ ნამოხვან ჰესის ამბავი გამოვიკვლიეთ, რა თქმა უნდა, ეს მათთვის სასარგებლო იყო ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის და ამიტომ მოაწერეს ხელი. ესე იგი სუსი უშიშროების სამინისტრო 1200 აგენტს 1000 დოლარს ურიგებდა ყოველთვიურად. ეს ახლა წელიწადში რამდენი მილიონი გამოდის
და წლების მანძილზე ხომ შესაბამისად ძალიან დიდი თანხები გამოდის და რისთვის ურიგებდა ის სუსის წარმომადგენელი რისთვის ურიგებდა ამას და ვის ურიგებდა დაასახელეთ ის გვარები სიად ჩამოწერილი ის 1200 და ახლა როდესაც აი ასეთი პროექტებს გვახვევენ თავს რა თქმა უნდა ბევრი დგება და ეს ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებს მე არ ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილი არის აქ ამ შემთხვევაში დამნაშავეა ჩვენ ყველანი ბიძინა ივანიშვილი იყო ფულის მკეთებელი კაცი მე არ ვიტყვი რომ ის ბიზნესმენი იყო იმიტომ რომ არ ვიცი მე საქმე რომელიც მან გააკეთა არაფერი არ ვიცი რომ ფული იშოვა როგორ იშოვა ნუ კანტიკუნტად ფრაგმენტულად ისიც ვიცით როგორ დაიწყო ვიცით არც ერთი ის რა თქმა უნდა არ იყო მორალურად გამართლებული მაგრამ კარგით ახლა ხალხი მიაჩვიეს იმას რომ ფული შოვნა არ უნდა გავიყვანოთ მორალურ კატეგორიაში და ასე მკაცრად არ უნდა განსაჯოთ კი ბატონო არ განსაჯოთ იშოვა მაგრამ რაში იხმარს ამ ფულს მოიხმარა იმაში რომ მოისყიდა გარკვეული ნაწილი საზოგადოების მოვიდა სათავეში დააყენა თავის მიერ შერჩეული 12-14 წელი არჩევდა ოფიციალური პირველი პირები ყველა დამნაშავე და ქურდბაცაცები და ესე იგი უარგისები აღმოჩნდნენ მაგრამ მაინც მის საქებარს ვამბობთ მე მხედველობაში ვიყავს ის ვინც ამბობს და ვინც ამას ხარს უჭერს ჩვენი ინტელიგენცია რას აკეთებს უნივერსიტეტების პროფესორ მასწავლებლები სანამ მათ არ შეეხო მანამდე ხმას არ იღებდნენ ახლა ამოიღეს და ისიც რაღაც ნაწილმა ჩვენ მოვითხოვოთ უნდა ვინ არის ის ძალა რომელსაც შეუძლია ყველაფერი ის რაც დღემდე მოხდა და ეს დანაშაულებრივი მართვა ქვეყნის ბოლოს და ბოლოს შეიძლება შეწყდეს იმ ძალას რომელიც აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას უნდა კონდეს დაგეგმილი და დაწერილი და უნდა საზოგადოებას წარუდგინოს ჩვენ ვითხოვთ კიდევ ერთხელ ვითხოვთ თავრობის წარმომადგენლებო აი დომ დაიწყეთ ახლა დებატები მოდით იმ დებატებზე მეცნიერთა კონგრესიც მიიწვიეთ ვისაც აქვს უამრავი ჩამოყალიბებული გეგმა პროექტი წინადადებები და ყველაფერი ეს თქვენთვის გამოგზავნილია და თქვენ მას უნდა იცნობდეთ თუ არ იცნობთ ახლა მაინც გაეცანით რა სახის დებატები მიმდინარეობს ამჟამად ნუ აშკარად ეთყობა რომ დაგეგმილი და მართული აი იმ დემონსტრატებში არიან გულვანთებული ახალგაზრდები ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტები იმათ ფულს არავინ არ უხდის იმათ ფულს არავინ არ უხდის ბატონებო ექსპერტებო აი იმ 1200 კონვერტის ადრესატებს მიმართავ ეს თქვენ გიხდიან ფულს იმისათვის რომ ისინი გააშავოთ ისინი გალანძღოთ ხალხი დაარწმუნოთ იმაში რაც სინამდვილეში არ არის და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ რომ საზოგადოება გახადოთ ისეთი რომელსაც არაფერი არ აინტერესებდეს იქნება ბიძინა არის ფულის მკეთებელი კაცი და ჩვენ მის წინააღმდეგ არ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმ სისტემის წინააღმდეგ რომელიც აძლევს იმას ფულის ასეთნაირად შოვნის საშუალებას ესე იგი ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ხელისუფლებას ჩვენს პარლამენტს რომელიც აი ასეთ კანონებზე მუშაობს აი მომიტინგეების საწინააღმდეგოდ მიმართულ კანონებს ამუშავებენ მთელი წელიწადი და 3 თუ 4 თვე არის და არც ერთი კანონი ამ პერიოდში არ შექმნილა ეკონომიკის სასარგებლოდ პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესებისათვის
საერთაშორისო პოლიტიკის ცვლილებისათვის არ შეიძლება ასეთი პოლიტიკა გქონდეს მთელი ევროპა და მთელი დასავლეთი მოგვიწოდებდეს ერთს და ჩვენ ვაკეთებდეთ მეორეს და ჩვენ აი ამ ჩვენი ხელისუფლების მოქმედებას ამართლებს ერთი ქვეყანა რუსეთი მე მინდა განსაკუთრებით აი პედაგოგებს და პროფესორებს მიმართო რომ და მეცნიერებს აკადემიის წევრებს რომლებიც ვიცით რომ არაფერი ეს ყველაფერი ის რაც ახლა ხდება არ მოსწონთ მაგრამ გაჩუმებულები არიან არ შეიძლება ბატონებო იმიტომ რომ თქვენ იქ გეშინიათ ხელფასი დაკარგოთ ან სამსახური დაკარგოთ და ამიტომ ხელს უწყევთ აი ამ ხელისუფლების მიერ ასეთ ნაბიჯებს ქვეყნის დამღუპელ ნაბიჯებს ჩვენ ყველანი ერთად დავიღუპებით იგივე სიტუაცია რაც დღეს ხდება სულ ახლოს ჩვენთან სულ რაღაც 500 კილომეტრში აქედან პირდაპირ ირანი და ეს საშინელი დიქტატურა რაც იქ იყო და ეს ჩვენი ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება იმ აშკარად დიქტატორულ ხელისუფლებასთან ბანდიტურ ხელისუფლებასთან ეგერ იმათ ხამეინიზე უკვე გაჟღერდა ინფორმაცია რომ 200 მილიარდი და კიდე რამოდენიმე უძრავი ქონება უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში ესენი ყაჩაღები არიან ესენი პატრიოტიზმის დროშის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ და ამისთვის იბრძვიან ჩვენი ხელისუფლებაც ასეთი იქნება და არის უკვე ეს ჩანს არის და ჩანს ეს ბატონი ბიძინამ უთხრა ალბათ თავრობას და პარლამენტს რომ მოიმატეთ ხელფასებიო იმისათვის რომ ბიუჯეტიდან იყოს მისი მონები და მისი საყრდენი მონები დაფინანსებული ესე იგი ისევ ჩვენი ჯიბიდან გაღებული თანხით ქმნის ის ამ ელიტას რომელმაც ჩვენ სრული ატროფირება აზროვნებაში უნდა მოახდინოს ჩვენ მოვეგოთ გონს და დავდგეთ სწორ გზაზე ჩვენი ორგანიზაცია მეცნიერთა კონგრესი თავისი არსებობის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმეს ემსახურება 2012 წლის მერე, როდესაც უკვე ქართული ოცნება, მე გადავწყვიტი აღნიშნული ყველა ამ სამართლობის შემდგომ, რომ აქტიურად ჩავთვლილიყავი პოლიტიკურ პროცესებში და ბიძინა ივანიშვილისთვის დამეჭირა მხარი და რომ ეს ასე ვთქვათ, მაშინ არსებული სიტუაცია არჩევნებით შეცვლილიყო, შეიცვალა ხელისუფლება და გაჩნდა მოლოდინები, როგორც იურისტებში, ადვოკატებში, რომ ჩვენ მივიღებდით სამართლიან სასამართლოს, რადიკალურად შეიცვლებოდა პროკურატურაში, ასე ვთქვათ, კადრებიც და ყველა ის დამნაშავე, ვისაც კი ხელეწიფებოდა მაშინ ასე ვთქვათ, ხელმოსამართლე იყო, პროკურორი იყო თუ გადაწყვეტილების მიღებები, პასუხს აგებდნენ. მაგრამ გამეცინა და მაგალითად გეტყვით, რომ 2 წელიწადში, ზუსტად 2 წლის განმავლობაში, ზუსტად იმავე მცხეთის რაიონის პროკურორი, ვინც ამ დანაშაულში იღებდა უშუალოდ მონაწილეობას, მე დავხვდა დაწინაურებული ამ ქვეყნის საძინდარი არის ჩინოვნიკების კეთილსინდისიერება. დღეს თუ ავიღოთ ასე მოცემულობას, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, მიუკერძოებელი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა. დღეს რა მოცემულობაც მივიღეთ? კორუფციის ბრალდებით დაკავებული ამდენი მაღალი თანამდებობის პირი, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან დამთავრებული სხვადასხვა დონის, ასე ვთქვათ, რანგის მოხელეები. თუ დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში პროკურატურას იქნება შესაძლებლობა და არ იქნება ზეგავლენის ხელში, ქვეყანაზე რომ პროკურატურას რეაგირება ექნება და მას ვერ გააჭერებს, ვერაფერს ვერ უკანახებს და დაიჭერს ნებისმიერი რანგის ჩინოვნიკს. დაბედავს ხო, ვერ გაბედავს ქვეყანაში, რომ კორუფციაში იყო ჩართული მაღალი რანგი და დაწყებული დაბალი რანგის ჩინოვნიკები. არ მინდა ყველა მოსამართლეზე ვთქვა, მაგრამ 95% მოსამართლეების პროცესის დაწყებიდან შეციცინებენ უხეშად ვთქვათ პროკურორებს თვალებში. სააკაშვილის რეჟიმი ჩაანაცვლა ივანიშვილის რეჟიმმა, არაფერი არ შეცვლილა. ფაქტიურად სასამართლო სისტემაში ამ ეტაპზე რასაც უყურებთ, ხო? სასამართლო სისტემაში არაფერი არ არის შეცვლილი. რაც შეეხება პროკურატურას. იგივე სისტემით გაგრძელდა აბსოლუტურად ყველაფერი. დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე მოსამართლეს დებულებაში შეიტანეს ცვლილებები
და მოსამართლის პასუხისმგებლობის ყველა ნორმა მოიხეს. დაწერეს რომ მოსამართლეო თუ მიიღო უკანონო გადაწყვეტილებაო დისციპლინარულ პასუხისმგებლობა არ დაეკისრება თუ ეს მიიღო შინაგანი წმენდო. და აი მე ჩემი რეკომენდაცია რა არის? აი მოგეწონება თუ არა, აი მაინტერესებს. როდესაც ქართული ოცნება მოდიოდა ჩვენ მაშინ სოზარ სუბარი და მეთახმა გავაკეთეთ განცხადება ადვოკატთა ასოციაციამ რომ მოსამართლე არ უნდა იყოს დამოკიდებული პროკურორზე. ჩვენ ვამბობდით რომ პროკურატურას უნდა გამოძიება წართვა, უნდა შეიკრას ფედერალური ბიურო გამოძიების, რომელიც საქართველოში გამოიძიებს მხოლოდ ფედერალური ბიურო ამ სავარაუდო დანაშაულებს, არც უსაფრთხოების სამსახური, არც ფინანსური პოლიცია საერთოდ უნდა გაუქმდეს. ერთი საგამოძიებო ორგანო იყოს პროკურორი, როგორც უნდა სასამართლოში ჩაერთვეს საქმეში. ის პროკურორი, რომელსაც არ აქვს უფლებამოსილება მოსამართლეს სისხლის სამართლებრივ ნაწარმოებს, ის მოსამართლე უკვე აღარ დაემორჩილება. ეს ვიდეო იქამდე. ამ ყველაფერს უნდა სახელმწიფოს კეთილინება, რომ რა თქმა უნდა შექმნას ეს კანონმდებლობა. ჩვენ ვამბობ, ჩავწერდეთ ეს კანონმდებლობა. ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს კეთილინებაზე დამოკიდებული. 2016 წელს ქართული ოცნების შტაბს ხელმძღვანელობდი. მაშინ დავრწმუნდი, რომ ხელისუფლებას საკრებულოში არ ჭირდება სხვადასხვა მიმართულების და ასე ვთქვათ, სხვადასხვა სფეროს მცოდნე ადამიანები. მხოლოდ და მხოლოდ ჭირდებოდა ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს, საკრებულოს დაყენებულ საკითხს ხელს აუწევდნენ უპირობოდ.აში მომუშავე აბსოლუტურად ყველა საჯარო მოხელე დაწყებული იყვნენ 80% ისევ მიშა სააკაშვილის დროიდან მომდევნო საჯარო მოხელეები. დანიშვნის საკითხი გინ მერიაში, ნებისმიერ ელემენტარულ სამსახურში, გინ ჩვენთან მთავრობის ადმინისტრაციაში, ასე რომ ვთქვათ, ნებისმიერ ვაკანსიას გამოცხადებს, აუცილებლად უნდა ყოფილიყო გასული გავლილი უსაფრთხოების სამსახური. ლონდონში 365 დღიდან 300 დღე წვიმს, მაგრამ გუბეები არ დგება. თბილისში მოვა წვიმა და გადაადგილება არის შეუძლებელი. აი თქვენ მანქანით მოძრაობთ როგორც ვიცი თბილისში და რამოდენიმე დღის წინ იყო 3 დღიანი თოვლი. უბრალოდ უნდა ილოცო რომ გადიხარ, გზები ისია გაფუჭებული და ისეთი უბედური გახდა გზები, რომ მანქანით ნორმალურად სახში მშვიდად მიხვიდე. ანუ რა ხდება? ეს არის თუ არა კორუფცია? ელემენტარულად შეიძლება თუ არა დადგეს ერთხელ მაინც ასფალტის საფარის უხარისხო დაგების გამო ჩინოვნიკების პასუხისმგებლობა. რა დღეში იყო ვარკეთილის მეტრო? 3ჯერ გამოიყო იქ ტენდერი, ჩატარდა და ეხლა გააკეთეს მარტო. სად წავიდა ის ფულები? ვინმემ შეამოწმა? ეს ხო სამარცხვინო ფაქტია. აი ამ ქალაქის მერი გამოდის და ხალხს რო აკავებდნენ, კარგიაო ხელისუფლება კორუფციაზე რო რეაგირებსო. აი ამ უხარისხო ასფალტის საფარზე, ამ უხარისხო დაგებულ ფილებზე, უხარისხო შესრულებულ სამუშაოებზე რატომ არ ხდება რეაგირება? რა ვიცი, ვიყავით რადიკალური, ასე რომ ვთქვათ, ცვლილებების მოლოდინში ვიყავით. ვისაც, ასე რომ ვთქვათ, პრეტენზიები გაუჩნდა, ვინც მართლა ამის მოლოდინში იყო, ვინც ამაზე ხმა მოიღო. ყველა გახდა მტერი. ყველა გავხადეს აბსოლუტურად მტერი. ყველაზე მეტად რასაც ვაკვირდებოდი ჩემი საარჩევნო პერიოდში, მოღვაწეობის პერიოდში. აი დასაქმებული ადამიანების არ ხედვა მათი შვილების მომავლისკენ. დღევანდელ სიტუაციაში. დაშენელებაა რა. არ ხედვა თუ რა პერსპექტივები ეკარა, როგორ იხევს ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით უკან. თავარ პრინციპად გვახსოვს მაშინ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ყველა ადვოკატი ამას საუბრობდით, ისე არის ეს მოსამართლეები გადაქცეული ალბათ საკუთარ დედმამას დაჭერით გაჟილო დახვრიდო. დღეს საჯარო მოხელეები ისე არიან გადაქცეული, ოღონდ ხელფასი, ოღონდ შემოსავალი. არ იყურებიან ქვეყანას აით მექანება. კორუფციის მორევში არის, არ არის, რო გითხოთ. არაფერზე არ სუნა. აი მის შვილს რა მომავალი აქვს, რა პერსპექტივა აქვს, მის შვილიშვილს რა მომავალი აქვს, რა პერსპექტივა აქვს. საერთოდ ამის ხედვა დანახვაც არ უნდა. არ აინტერესებს. არ აინტერესებს. თავარი არის კონდეს სამსახური. უბრალოდ ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება. სააკაშვილის რეჟიმი ჩაანაცვლა ივანიშვილის რეჟიმმა, რომელიც არის ჩემი აზრით უფრო ბოროტი, უფრო გაუწონასწორებელი, უფრო ქართველი ხალხის სიძულვილით გამსჭვალული. მე ვფიქრობ, რომ
ქართველი ხალხი რაღაც ეტაპზე ყოველთვის აკეთებდა სწორ გადაწყვეტილებას და გამოიღვიძებს. უბრალოდ სამარცხვინო ვალერ ის ფაქტი, რომ არჩევნების დროს ადამიანები დადიან 200-300 ლარად ყიდიან თავიანთ ზოგი ლუდზე და სოსისზე იყიდება. აი ეს ხალხი არიან ამ ქვეყნის მტრები. თუ მოგწონთ კაცო ივანიშვილის რეჟიმი, ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ, მაგრამ როიცი რომ შენი შვილების მომავალი განადგურდება და შენ 200 ლარს იღებ იმისთვის, რომ შენი შვილები და ჩვენი შვილები დატოვო პერსპექტივის გარეშე, შენ ხარ ქვეყნის მტერი.